მე ვარ ჰასმიკ მხითარიანი, 26 წლის, ქალაქი ვანაძორიდან. მე ვარ ოფელია ვირაბიანი, 27 წლის, ლორის რეგიონიდან. ორგანიზაცია ერეო, თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები 2014 წელს დაარსდა და ის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებებს იცავს. ამავე ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნებულია დამოუკიდებელი რესურს ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის თანატოლთა მხარდაჭერასა და მენტორობას, ინფორმაციის გაზიარებასა და ადვოკატირებას. აქვეა ერეოსთან არსებული სოციალური საწარმოც, რომელშიც მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა ახალგაზრდები. ვამზადებთ ხელნაკეთ პროდუქტებს, თოჯინებსა და ხის ნაკეთობებს. ჩეხეთის რესპუბლიკის, კარიტასისა და ორგანიზაცია აგატეს მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით მე და ჰასმიკ შესაძლებლობა გვქონდა გაგვიარა სხვადასხვა ტრენინგი ციფრული პროფესიების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც შევიძინეთ ახალი ცოდნა და უნარები. ტრენინგების შემდეგ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეებმა გაამართლა და ჩვენმა საგრანტო წინადადებებმა გაიმარჯვეს. ჩემი პროექტის ფარგლებში სულ 30 ახალგაზრდას ჩავუტარეთ 14 ტრენინგი ციფრულ კომპეტენციებზე. შევძელით მათი შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება ციფრულ პროფესიებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ტრენინგის შემდეგ მეც მქონდა პროექტის იდეა და დიდი სურვილი მონაწილეობა მიმეღო საგრანტო კონკურსში. ჩემი პროექტის სახელი იყო შენი მომავალი შენს ხელშია და ეძღვნებოდა კარიერის დაგეგმვას. მოხარული ვარ, რომ საგრანტო კონკურსში მეც გავიმარჯვე და ჩავატარე 4 ონლაინ ტრენინგი კარიერის დაგეგმვის შესახებ. როგორ შევადგინოთ CV სწორად, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებებისთვის და სხვა. ქვეგრანტების ფარგლებში ონლაინ და ოფლაინ ტრენინგების გარდა დავაიდენტიფიცირეთ ადგილობრივი ციფრული კომპანიები, რომლებშიც შესაძლებელია დასაქმება. ამ ეტაპზე ვგეგმავთ აღნიშნული კომპანიები და ტრენინგის მონაწილეები მრგვალი მაგიდის ფორმატში შევახვედროთ ერთმანეთს და მივცეთ ერთმანეთის გაცნობისა და გასაუბრების შესაძლებლობა. პროექტმა შეგძინა მრავალმხრივი უნარები და ცოდნა ციფრული პროფესიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შეძენილი ცოდნის გამოყენებით პროექტის მონაწილეებმა ერთობლივად შექმნეს ვებსაიტი, რომელზეც თავიანთი ნამუშევრების წარდგენას აპირებენ. ეს პროექტი ჩვენი საყვარელი პროექტია, რადგან ის დაგვეხმარა არა მხოლოდ ჩვენი და სხვა ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებაში, არამედ სტერეოტიპების დამსხვრევასა და ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლაში. ტრენინგებს დაესწრნენ სპეციალური საჭიროებების მქონე პირები და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩართულნი ამა თუ იმ სასწავლო პროცესში და არ აქვთ სამუშაო, ასევე მთიანი ყარაბაღიდან დევნილი პირები. აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო იყო. ახალგაზრდებს ჰქონდათ გარკვეული შიშები, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ყინული გადნა და თითოეული მათგანი გაიხსნა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენა. ჯერა რომ ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. არის პროექტები, რომლებზეც უბრალოდ ვალდებული ხარ იმუშაო. ეს კი იყო პროექტი, რომელზეც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ვიმუშავეთ.